4-1-ის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ რეჟისორი ზაზა ხალვაში ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა ნატა იმედაიშვილმა მხოლოდ ერთი ხმა მიიღო. ხალვაში აჭარის ტელევიზიას 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ჟურნალისტებმა ცენზურაში დაადანაშაულეს. სტომის დაწყებამდე ოპოზიციური ფრაქციების მიერ დასახელებულმა ბორდის წევრობის კანდიდატმა ბეჟან გობაძემ, რომელსაც საბჭოს 2 წევრის არჩევის კანონიერება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, აღნიშნული წევრის უფლებამოსილების ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვა. მან საბჭოს მოუწოდა სხდომა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ ჩაეტარებინა, თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს სრული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. თავმჯდომარის არჩევასთან ერთად ტელევიზიის დირექტორობის მსურველთა კონკურსი გამოცხადდა. მე ვულოცავ ბატონ ზაზას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აეწყობა თანამშრომლობა იმ გუნდთან, რომელიც აპროტესტებდა ცოტა ხნის წინ ბატონ ზაზას მოღვაწეობას ტელევიზიაში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებლობის, თავისუფლების და პროფესიონალიზმის ის ხარისხი, რაც დღეს აქვს კონკრეტულად ჩემს რგოლს, საინფორმაციო სამსახურს, არათუ დაკნინდება, არამედ გაიზრდება კიდეც. ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო, რომ დირექტორის კონკურსი გამოგვეცხადებინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, მე ვფიქრობ, მაგრამ ამ პერიოდში ჩვენ ვიმუშავებთ აგრეთვე სტრატეგიულ დოკუმენტზე.